ძალიან ძიმეა ძირს დაგდებული მოქალაქისთვის სახეში წიხლის ჩარტყმა. რატომ არ დააკავეთ ეს ადამიანები? ძალიან ბევრი სპეკულაციები მოვისმინეთ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ადმინისტრაციული სახთელებისგან განთავისუფლება და ეს არ ეხება არც ერთ ან სამართლებრივ დანაშაულს ან სხვა ძალადობრივ ქმედებას. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, თქვენ წარმოადგენთ ხელისუფლებას, ჩვენ და სამწუხაროდ და კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და ნებისმიერ ძალადობაზე, იქნება ეს მოქალაქეების მხრიდან თუ სამართალდამცავების მხრიდან, კონდეს ობიექტური და სამართლიანი გამოძიება, რასაც დღეს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. ეს ერთი. და როდესაც თქვენ საუბრობთ ძალადობაზე, ძალადობრივ აქტებზე, გადაცდომაზე და თქვენ გადახვედით ამ კანონპროექტის განხილვის დროს იმ ველზე, რომელიც ნამდვილად თქვენთვის მომგებიანი არ არის და დადგება დრო ამ კონკრეტულ წლებზე, რომელ წლებზეც თქვენ აპელირებთ დღეს და მოქალაქეების ძალადობაზე საუბრობთ, აუცილებლად დადგება ობიექტური ჭეშმარიტება და ყველა ის დამნაშავე პირი აუცილებლად აგებს უმკაცრესად პასუხს სამართლის წინაშე. როდესაც თქვენ ძალადობაზე ამბობთ, ერთი მაგალითი საზოგადოებას, ერთი მაგალითი უთხარით იმ ნიღბიანების, ვინც თქვენ დასაჯეთ, ან ვის მიმართ თუნდაც ამდენი წლის მერე დაიწყეთ სამართლებრივი მოქმედება და დღეს თუნდაც გამოძიება მიმდინარეობს ან პასუხი აგო. ჟურნალისტებზე მოძალადემ. თავისუფალ მოქალაქეზე მოძალადემ. მათ შორის თქვენს თქვით, რომ გმობთ და ძალიან ძიმეა ძირს დაგდებული მოქალაქისთვის სახეში წიხლის ჩარტყმა. რატომ არ დააკავეთ ეს ადამიანები? დღეს აქ პათეტიკით გამოდიხართ და რაღაც რიტორიკას გვიწუნებთ თითქოს ჩვენ. ქალბატონმა სოფომ საკმაოდ ჰუმანურად ახსნა თუ რატომ და როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში ამ თუნდაც ამ სამართლებრივი აქტით ადმინისტრაციული სახთელებისგან განთავისუფლებაზე. და დღეს ეს არამხოლოდ ჰუმანური აქტია, დღეს ამ პოლარიზებულ გარემოში სახელმწიფოს უნდა კონდეს იმის პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებამ გადადგას პირველი ნაბიჯი შემხვედრი მოქალაქეების მიმართ. და ნებისმიერ ამნისტიას ჩვენ აქ ქალბატონმა სოფომაც გაიხსენა ძალიან ბევრი ამნისტია მივიღეთ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ და ერთ-ერთი დღეს თქვენმა პრემიერ-მინისტრმა დღეს გამოაცხადა 1 მილიარდი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს შეუმსუბუქეთ და აპატიეთ 1 მილიარდი ლარი. რა პირობით? შემდგომ პირობით ხომ არაო? რა მნიშვნელობა აქვს ეს ადამიანები, ეს კომპანიები არიან, ის კომპანიები, ვინც თავიდანვე ვალდებულება არ შეასრულეს და დაარღვიეს. და დღეს საუბრობთ მოქალაქეებზე, რომლებმაც კონსტიტუციით განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლება გამოიყენეს და თქვენი რეპრესიული კანონებით 10,000-ობით ლარები დაადეთ ჯარიმად. და დღეს კიდევ რიტორიკას გვიწუნებთ აქ.